მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება ესეთი სასიხარულო გაშლა თქვენთვის, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გაშლა არის დატვირთული, დატენილი დადებით ვიბრაციებზე და ამ გაშლის მოსმენის ყურების შემდეგ თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა ესეთი თქვენთვის სასიხარულო მოვლენები, ან მოვლენა და ენერგია, რომელიც დაგტენით პოზიტივით და უფრო მეტად გაგამხნევებთ, ხო? ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება რა სასიხარულო ამბავს გიმზადებს სამყარო, რა სასიხარულო ამბავი მოხდება შენ ცხოვრებაში აი ამ დღეების განმავლობაში, ხო? მაქსიმუმ ავიღოთ 10 დღის ინტერვალი ამ ვიდეოს მოსმენიდან და ჩართვიდან გადათვალეთ მაქსიმუმ 10 დღე, ხო? რა თქმა უნდა, არ დავივიწყოთ, რომ ეს არის მხოლოდ საჯარო ზოგადი ინფორმაცია და ზოგადი გაშლა, თუმცა ხშირად კომენტარებში წერენ, რომ აი ძალიან რეზონირებს, ხო? არ გამოვრიცხოთ ესეც, რომ ასეთიც არსებობს, რომ აი რეზონირდეს 100%-ით, რეზონირდეს ნახევრად, ან საერთოდ არ რეზონირდეს. ესეც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გაშლა არის ზოგადი და საჯარო. თუმცა უმრავლესობა წერს ხოლმე, რომ ძალიან რეზონირებს. გვექნება ორი პოზიცია, პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია, ხო, ახლოდანაც გაჩვენებთ. პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია. დღეს ვიცდები, რომ დიდად არ ჩავხმაუდე და რაღაც მოკლედ გავაკეთო ეს გაშლა, ასე რომ ხო. ვისაც უფრო მეტი დრო გჭირდებათ, რომ აირჩიოთ თქვენი პოზიცია, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ. ასევე შეგიძლიათ ორივე პოზიციას მოусმინოთ. მე დავიწყებ უკვე პირველი პოზიციით. დავდოთ პირველი პოზიცია და რა თქმა უნდა დასაწყისისთვის, რომ იგრძნოთ. თქვენია ეს გაშლა, არ არის თქვენი პოზიცია, ხო, თუ არა, ამისათვის ჩვენ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია თქვენი, აი ახლა, ხო? რა ხდება თქვენში, თქვენი ცხოვრების აი ამ ეტაპზე, პირველი პოზიციის ცხოვრებაში, რა ხდება ზოგადად და რაც უფრო მეტად მაინტერესებს მე რა ხდება თქვენში, ხო? აი რა პროცესები მიმდინარეობს თქვენში ახლა თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, ამ ეტაპის სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის. ოკეი, ნახოთ. საინტერესოა. ხო, აქ უფრო აი ისეთი პროცესებია, სადაც პირველი პოზიცია რაღაცებს აკვირდება. სწავლობს, ხო? ასევე მინდა ვთქვა, რომ ვიღაცებისთვის შესაძლოა აქტუალური იყოს აქ რაღაცების შესწავლა, რაღაც ახალ უნარ-ჩვევებზე დაუფლება, რაღაცის სწავლა, შესწავლა, ან დახვეწა, ცოდნის ესეც, კურსები, ვორქშოპები, ტრენინგები, ნებისმიერი ეს ყველაფერი. ვებინარები, ან უბრალოდ აი რაღაც ისეთ საინტერესო წიგნს შესაძლოა კითხულობდეთ ახლა, რაც ბევრ რამეზე გაფიქრებთ, ან დაგაფიქრათ ამ წიგნმა ძალიან ბევრ რაღაცაზე, ხო, რაღაც იდეები მოგივიდათ, ინსაიტები მოგცათ, ჩაგაფიქრდათ, ჩაგაღრმავათ საკუთარ თავში. ზოგადად მე ვიტყოდი აქ პირველ პოზიციას უფრო მეტად, აი თქვენში ამ ეტაპზე ხდება რაღაც ესეთი პროცესები, სადაც თქვენ რაღაცებს აკვირდებით. რაღაცებს სწავლობთ, რაღაცებს წვეთთ ზუსტად აი ამ დაკვირვების და შესწავლის პროცესებში, ხო? რაღაც იდეებს შესაძლოა გენერირებდეთ, ან ფიქრობდეთ რაღაცას, რომ აი როგორ გავაკეთო ეს და პარალელურ რეჟიმში რაღაცებს ვაკვირდები, რაღაცებს სწავლობ, რომ იქნებს რაღაციდან რაღაც ისეთი ახალი ინსპირაცია მოვიპოვო, ან საინტერესო იდეა აღმოვაჩინო, ხო? აი უფრო მეტად რაღაც აი ასეთ ენერგიებში არის ახლა პირველი პოზიცია და ზოგადად, ხო? ახლა კიდე ერთი ხევა ესე, ვაი. ესე იგი აქ პირველი პოზიცია აი უფრო მეტად აი ასეთ რაღაც შესწავლა, დაკვირვება, ხო? ახალი ჰორიზონტები, რაღაც საინტერესო რაღაც, ასევე ვიღაცასთან შესაძლოა რაღაც ისეთი საფეხური დაიწყო თქვენ ცხოვრებაში, სადაც აი ესა ნელ-ნელა საფეხურ რაღაცებს ალაგებთ თქვენ ცხოვრებაში, ხო? გეგმავთ რაღაცებს, უფრო აი რეფლექსიის სტადია, მაგრამ
ამავდროულად არ იგრძნობა ის ენერგია, რომ მხოლოდ თვითრეფლექსია და დინამიკა არ არის. არა, ესეც არ არის. არის თვითრეფლექსია, არის რაღაცეების დაგეგმა, არის შესწავლა, დაკვირვება, ან გარემოზე, ან საკუთარ თავში შინაგანად, ან ორივე ასპექტი და ამავდროულად არის დინამიკა, არის ცვლილება. აი ეს ამბები ხდება ახლა პირველ პოზიციის თავს, ხო? მე ზოგადად ჩამოვთვალე აქ რაც მომივიდა აზრად და შეგრძნების დონეზეც და ვისთანაც რეზონირებს ბუნებრივია აგრძელებთ მოსმენას. თუ არ რეზონირებს ის სხვა პოზიციას, ან უბრალოდ სხვა გაშლას. ეს იყო თქვენი, ასე რომ ვთქვათ, სიგნიფიკაცია და ახლა უკვე ვნახოთ ჩვენ აი ამ დასტით ნახოთ რა სასიხარულო ამბავს არა ასე არის რა სასიხარულო მოვლენა დიდი ზუსტი ალბათობით ამ დღეების განმავლობაში მოხდება პირველ პოზიციის ცხოვრებაში. აი ასე ვნახოთ. აბა ვნახოთ. აქ ძალიან სასიხარულო ამბავი გამოანათებს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აი ხო იცით რაღაც ისეთი ამინდი რომ შეიძლება იყოს რაღაც ღრუბელი, მოწყენილობა, ან გაიღვიძეთ რაღაც ჩვეულებრივი დღეა, ხო? ფიქრობთ რომ გავიღვიძე რაღაც ჩვეულებრივი დღე, ჩემი რუტინა, ჩემი გეგმები და უცებ აქ თქვენს რუტინაში რაღაც სასიხარულო ამბავი ხდება, რაც ძალიან გავსებთ. ეგრევე ინთებით, ხო? ეგრევე ვაიმე ცხოვრება რა მაგარია, რა ბედნიერი ვარ, როგორ მიხარია, ხო? აი რაღაცა ისეთი ხდება, რაც აი ამ შეგრძნებებს თქვენში გამოიწვევს. არ გამოვრიცხავ აქ იყოს წერილი, ამბავი, ხო? აი რაღაც ისეთი, რასაც თქვენ მოგცემენ და თქვენ ამას რო გაეცნობთ ან მიიღებთ, ძალიან გაგიხარდებათ. უფრო აქ რა არის? აქ არის რაღაც ამბავი, რაც გადაგხდებათ თავს, თუ კონკრეტულად წერილი, თუ კიდე რაღაც სხვა ფორმატია. ამბავი, წერილი, არა, სხვა ფორმატი. უბრალოდ მაშინ ასე სხვა უმრავლესობისთვის სხვა ფორმატი. აქ ასე ვიტყვი, უმრავლესობისთვის შესაძლოა აქ იყოს სხვა ფორმატი, თუმცა ამბავი აქ არის კი. ვიღაციდან რაღაც ისეთი შეიტყოთ, რამაც გაგახაროთ შესაძლოა. კარგი, მაშინ ასე გავაკეთოთ. აი, გვაჩვენეთ უფრო მეტად, რა სასიხარულო არის ეს. აი, რაღაც თქვენს გეგმებთან დაკავშირებით შესაძლოა ისე არ წავიდა ამბავი თქვენ როგორც გინდოდათ აქ. პირველ პოზიციის ცხოვრებაში შესაძლოა რაღაც ისე ვერ წავიდა როგორც თქვენ გინდოდათ და აქ ზუსტად ის, რაზეც თქვენ დარდობდით, ღელავდით, ან სევდიანად იყავით, რომ აი ეს ასე არ გამოვიდა, ის ზუსტად ის გადაწყდება ისე, როგორც თქვენ გინდოდათ, სასიხარულოდ თქვენთვის. აი ეს არის აქ. ასევე, ვისაც გქონდა რაღაც ოცნებები და გაგიცრუდათ იმედები, ოცნებები, ვერ წავიდა ისე თქვენ როგორც გინდოდათ, აქ პირიქით ახდენა, გამოსწორება, ხო, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ხუთიანი თასების გადასწორება იმ კუთხით, სადაც თქვენ დაინახავთ გამოსავალს. აქ ბევრი რაღაც შეგვიძლია დავვრთოთ ამ ახსნას, ბევრი სხვადასხვა სცენარი შეგვიძლია მოვარგოთ, ამიტომ აქ თქვენ თვითონ უფრო მეტად რაც თქვენთვის აქტუალურია, რაც თქვენთან ახლოს მოდის, აი ის, ხო? ის მოარგეთ უფრო დეტალურად. მე ზოგადად ვსაუბრობ, თქვენ უკვე იქ ინდივიდუალურად თქვენი სიტუაციების მიხედვით განსაზღვრეთ. ესე იგი, აქ იქნება უფრო მეტად ისეთი სასიხარულო, რაც ეხება რაღაც იმ მოვლენას ან ამბავს, რაზეც უკვე შესაძლოა პირველ პოზიციას ხელი ქონდა ჩაქნეული, ან იმედი აღარ აქვს, ხო? და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრს ღელავთ, ძალიან განიცდით, ძალიან მწუხარებაში ხართ აი ამ რაღაც თემასთან დაკავშირებით. მძიმე არის ეს თქვენთვის და ეს აქ სასიხარულო. ეს აქ გამოსწორდება. კი, აქ იქნება შანსი გამოსწორების ამ სიტუაციის. და ეს არის აქ სასიხარულო. კი, ეს არის რაც მოგღვრით, აი როგორ თქვა, შვებას იგრძნობთ და ასევე იგრძნობთ, დაინახავთ და იგრძნობთ არა, დაინახავთ
აი ეს არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. აი ზუსტად ეს რაც მე მჭირდებოდა, ხო? არ ვიცი ახლა ვის მაგალითად ურთიერთობას საკითხში იყო, ხო? მაგალითად ვიღაცასთან არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რისი მოლოდინიც გქონდა. ამ ადამიანთან ისე შეტრიალება სიტუაციის და ურთიერთობის, როგორც აი ჩვენ გაგვახარებს, ჩვენ ვიგრძნობთ შვებას, ჩვენ გაგვეხარდება. მაგალითად, აი ძალიან ისეთი ზერელი მაგალითი, ხო? კარგი, მოდი ვნახოთ ახლა. რას მოგიტანთ ეს სასიხარულო თქვენ? აი ეს სასიხარულო, რაც გაგახარებთ, თქვენ რას მოგიტანთ? პირველ პოზიციას რას მოგიტანთ? აი ურთიერთობა ვახსენე და პირველ რიგში, აი ვისთვისაც აქტუალური იყო ისეთი პირადი ურთიერთობების საკითხები, ხო, თქვენი გულის გამრთელებას, მორჩენას, მტკივნეული პროცესებიდან გამოსვლას, მოშუშებას, ვისაც გაუტეხეს გული, გაუცროს იმედები, აი მოშუშებას, მორჩენას, ვისთვისაც აქტუალური იყო კონკრეტულ ადამიანთან დალაგება სიტუაციის, ესეც შესაძლოა იყოს, ეს შესაძლოა მოგიტანოთ კონკრეტულ ადამიანთან, ვისთანაც აქტუალურია თქვენი სიტუაცია. ან ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისთანაც დაგეხმარებათ აი საკუთარ თავის როგორ თქვა, მორჩენა, ესეც შესაძლოა იყოს. შეგვიძლია სხვანაირადაც ვთქვათ, საკუთარი თავის მორჩენა თქვენ თვითონ, მაგრამ აი ამ სასიხარულო ამბის დახმარებით. მაგრამ რაც მთავარია და ყველანაირად იკვეთება, აქ არის ის, რომ თქვენ იგრძნობთ სიმშვიდეს, თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო და თქვენი გატეხილი იმედები, გატეხილი გული, ასე რომ ვთქვათ, აი ისეთ სიტყვას ვეძებ, რომელიც შეეფერება იმას, რასაც საუბრობ. კი არ გამთელდება, არამედ მორჩება და აქ უფრო შემოვა ისეთი ენერგია, რაც მოგცემთ სიმშვიდეს, შინაგან სიმშვიდეს, ზომიერებას, ბალანსს. აქ უფრო მეტად ადამიანთან დაკავშირებით, პირველი პოზიცია და სხვა ადამიანი, აი იმასთან დაკავშირებით არის ეს თუ საკუთარ თავთან. რა თქმა უნდა, აქ როგორც თქვი, ვიღაცასთან ეს, უმრავლესობასთან ადამიანთან, რომელიც არის კვერცხების რაინდი, ხო? მამაკაცის პერსონაჟი ამოგვივიდა აქ. თუმცა არ არის ვალდებული მანდ-მაინც ეს ადამიანი იყოს მამაკაცი, რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობასთან ეს ეხება ურთიერთობას და ეხება კონკრეტულ ადამიანს. თუმცა არსებობს ის პროცენტულობაც, ვისთანაც საკუთარ თავთანაც შესაძლოა იყოს ეს სიტუაცია და ეს სასიხარულო ამბავი. ზოგთან კიდე ორივე ასპექტი, ხო? მოგიტანთ ამას. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ? მეორეჯერ ამოვიდა ეს და ისევ. გეგმებს, გადაწყვეტილებას, მე ბლუკა ენა, რო არ იყო ეს, იმიტომ გავჭედი ამ სიტყვაზე ალბათ, რო არ იყო კონკრეტული გადაწყვეტილება, ან რო არ გქონდათ კონკრეტული აი როგორ თქვა, ხედვა, რა, როგორ, სად, რა ხდება საერთოდ ჩემს ცხოვრებაში, ან ამ კონკრეტულ ადამიანთან რა იქნება, რა მოხდება, ისეთ ფაზაში ვართ, რო აღარ ვიცით, ხო, მაგალითად. აი გადაწყვეტილების მიღება, მოკვეთა გაურკვევლობის, მოკვეთა იმედგაცრუების, მოკვეთა მძიმე სტადიის, სადაც დაღვრილი იყო ყველა იმედი, ასე რომ ვთქვათ, ხო? დატოვეთ იმედები იქ და გეკონათ, რომ ეს მხოლოდ უცნებაა, ეს მხოლოდ ილუზია. და ეს ყველაფერი იყო მძიმე, რა თქმა უნდა, ეს არ იყო თქვენთვის მარტივი, ხო? აი ამ ყველაფრის დახურვა. ვინ რატო დახურავს, რა თქმა უნდა, ეს უკვე ძალიან ინდივიდუალური საკითხია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ზოგადი გაშლა და ბუნებრივია ახლა ამ ხელ აუდიტორიაში ყველას იდენტური სიტუაცია ვერ ექნება და არც უნდა გქონდეთ. ამიტომ ხო, მე მაგიტო საუბრობ ზოგადად და დეტალები თქვენ თვითონ უკვე განსაზღვრეთ. კარგი. მაშინ ასე ვთქვათ, ახლა ჩვენ ვიკითხოთ, დასდასაც გამოვიყენოთ, რომ ყველა დასდა ჩავრთო. აი რა უნდა იცოდეთ ამ სასიხარულო მოვლენასთან დაკავშირებით? რა უნდა იცოდეთ? ეს მეორე დამოვიდა კაცი. რომ აი თავარია არ ეხელვოთ.
ძალიან ის არის, რა თქმა უნდა, ის სულელობა ვიღაცა რო გვეუბნება, არ იღელო. ისე სტერეოტიპულად შევს, ხო, არ გაწყნარებს, არ იღელო, ამიტომ ასე გეტყვით. აი რო ხართ ახლა მოწყენილები და დაღვრემილები, იცოდეთ, რომ ეს პერიოდი ჩაივლის და აი სასიხარულო მოდის თქვენგან. უბრალოდ გჭირდებათ პატარა ხელის შეწყობა საკუთარი თავისთვის, რომ გამოვიყვანოთ საკუთარი თავი აი ამ ენერგიებიდან, სადაც აღარავის აღარ ვენდობით, აღარ გვინდა არაფერი და ცოტა ისეთ ფაზაში ვართ, სადაც აი всё რა არ გვინდა არავინ, არაფერი და ხელი გვაქვს ჩაქნეული ცხოვრებაზე და საერთოდ ადამიანებზე, ხო? აი ცოტათი დავეხმაროთ საკუთარ თავს, რომ შეხება გქონდეს სამყაროსთან და საკუთარ შინაგან სამყაროსთან, რომ ეს სასიხარულო დავინახოთ და მივიღოთ. დავეხმაროთ საკუთარ თავს. და ასევე იცოდეთ, რომ აი ეს ფაზა, ვისაც ახლა გაქვთ რთული პერიოდი, ან ზოგადად უფრო გლობალურად, რთული ფაზა გაქვთ, ხო? ჩაივლის. ძალიან მალე. ძალიან მალე. კარგი. და ახლა მინდა მე ასეთი რაღაც ვიკითხო აქ. კიდევ ერთხელ, ვაიმე ეს კარტი ხტება ტრიალებს. პირველ პოზიციის ამ სასიხარულოს მთავარი ამსახველი კარტი. საბოლოო ჯამში, ხო, რა იქნება? შვიდიანი და შვიდიანი უდრის შვიდიან თასებს. მე ვიტყოდი აქ დრაკონი. სიძლიერე, ხო? იმიტომ რომ პირველ რიგში დრაკონი ძალიან ძლიერია. მერე კიდევ მე ვიცი რაც მსურს და აი ეს არის აი არ ვიცი როგორ თქვა სწორად ქართულად, აი შემოკლაკნილია ამ ქვის ირგვლივ, ხო, შემოხვეულია ამ ქვის ირგვლივ და ჩემია, მე გზივარ აქ, ცოდნა იმისი რა მინდა, ზუსტად. ზუსტი ცოდნა იმისი თუ რაც მინდა, მიღება იმისი რაც მე მსურს და რაც მე მინდა. და აქ სიძლიერეც არის. სიძლიერეც იმისი, რომ მე არ მაშინებს არავინ და არაფერი. და ზოგადად დრაკონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრნაირია ინტერპრეტირება და ბევრნაირი ახსნა აქვს, ხო, ასე რომ აქ სიღრმეებში მე არ ჩავალ, მაგრამ ზოგადად აი ხო, ეს არის აქ ზოგადი ისეთი კარტი, მაგრამ მე დამაინტერესა კიდევ რა გაგებით. ძალიან მარტივად ამიხსნეს. ყველა გაგებით. იმ გაგებით არის ეს სასიხარულოს მთავარი ამსახველი კარტი, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია. ანუ დრაკონი კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდოთ, ხო, ძალიან ძლიერია, ყველაფერი შეუძლია. აი შეუძლია თუ მაგალითად საჭიროა იყოს აგრესიული, თუ საჭიროა იყოს მოქნილი, იმიტომ რომ ისე ცხეული აქვს მაგალითად, ხო? მარტივად მას ვერ მოკლავ, ვერ გააგდებ, იცის რა სურს, იცის რა ღილაკზე დააჭიროს ხელი. რაღაც მომენტში სხარტიც არის. რაღაც მომენტში არის სხარტიც არის, ხო? ოცნებების ახდენად შესაძლოა აქ კვეთდეს ამას, იმიტომ რომ ეს არის შვიდიანი, რომელიც უდრის შვიდიან თასებს აქ, რომელიც ჩვენ ორჯერ ამოგვევდა, ეს მეორედ და პირველად იყო სადღაც ქვემოთ. სადღაც შეიყო. კარგი, მაგას ვეღარ ვნახავ. კარგი, რჩევა, მოდით ვიკითხოთ ახლა პირველ პოზიციისთვის რჩევა, რომ აი უფრო მალე მოვიზიდოთ ეს სასიხარულო. რჩევა. ჩემი სექსუალურობა არის წმინდა. Sacred, ხო? ჩემი სექსუალურობა არის წმინდა. აქ, სხვათა შორის, ვიღაცა იტყვის, რომ ნუ რა კავშირშია ახლა ეს ამ საკითხთან. პირდაპირში, იმიტომ რომ სექსუალური ენერგია არის უდიდესი ენერგია. სექსუალური ენერგია არის ხელოვნებაში, პირველ რიგში. შემოქმედებითობაში. ეს არ გულისხმობს მანდ-მაინც სექსს, რაც ძალიან სტერეოტიპული წარმოდგენა, ხო? პირველ რიგში არის ხელოვნება, შემოქმედებითობა და საკუთარი თავის მიღება, მოწონება, სიამოვნების მიღება ცხოვრებიდან, ხო? ეს ყველაფერი დევს ამაში, ამ რჩევაში, რომ მივიღოთ სიამოვნება საკუთარი თავით, ცხოვრებით. გამოვხატოთ თამამად საკუთარი თავი, ხო? იქნება ეს შემოქმედებითობა თუ რაღაც კიდე სხვა სფერო ჩვენი ცხოვრების, მაგრამ ძირითადად შემოქმედებითობის ირგვლივ ბრუნავთ, ხო? უფრო მეტი სითამამე, უფრო მეტად თავდაჯერებული გახდით საკუთარ თავში და მიეცეთ საკუთარ თავს იმის სიამოვნება, რომ თქვენ ღირსი ხართ სასიხარულო ამბების. თქვენ იმსახურებთ ამას, რატომაც არა. და უკვე შეგიძლიათ წარმოედგინოთ, რომ ეს ასეა, ეს მოხდა.
ეს სასიხარულო უკვე მოხდა თქვენთან და უფრო მალედაც მოვა. კარგი, როგორ მოიზიდოთ უფრო მალე კიდევ ერთხელ? გამოდით ხუთიანი პენტაკლებიდან, რაც ამოგვივიდა კითხვაზე თუ რა უნდა იცოდეთ, ხო? თუ რა უნდა იცოდეთ. 4 კი აწერია, მაგრამ აქ მეცოთ ხუთიანი. რა უნდა იცოდეთ და აი ეცადეთ რომ არ იყოთ პესიმისტურ განწყობაში, იმიტომ რომ ნახეთ, ეს ორი ადამიანი ესე ზის და რეალურად არის აქ უკან პენტაკლები, მაგრამ არც კი იხედებიან ამ მიმართულებით. არის თქვენ ცხოვრებაში შანსი, არის ის, რაც დასაფასებელია, არის ის, რაც რეალურად გაგახარებთ, უბრალოდ ამას ჭირდება შემჩნევა და უფრო მეტ პოზიტიურ ტალღაზე გადასვლა. ეს არის და ეს, შემდეგ ყველაფერი იქნება. მიეცით საკუთარ თავს ამის შესაძლებლობა და იყოს ასე. მადლობა პირველ პოზიციას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა და ეს პოზიცია აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ თქვენი უკავშირი თუ როგორ რეზონირებს, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში და ასევე ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში დამიტოვებთ რა საკითხთან დაკავშირებით კიდე დაგაინტერესებდეთ და გაგიხარდებოდათ გაშლის ყურება და მოსმენა. მივესალმები მეორე პოზიცია, ვინც აირჩია და დავიწყოთ პირველ რიგში თქვენი სიგნიფიკაციით, რომ ნახოთ თქვენი პოზიცია არის ეს. რომ იგრძნოთ თქვენზეა თუ არ არის თქვენზე. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია რა ხდება სინამდვილეში მეორე პოზიციის ცხოვრებაში ახლა თვითონ მეორე პოზიციის სამყაროში შინაგანად. მეორე პოზიციის შიგნით, ასე რომ ვთქვათ, ახლა არის ძლიერი სურვილი ცვლილებების. ძლიერი სურვილი, რომ აი სწრაფად აი სწრაფი მოქმედების სურვილია, სისწრაფე. აი პირველი რაც აქ, რასაც ვგრძნობ, სისწრაფე. შესაძლოა საუბარზეც კი უფრო შემეწყო, რომ აი სწრაფად, ჩქარა. ახლავე ამ წუთასვე მინდა რაღაცები გადავწყვიტო, გეგმები რაღაც შევცვალ შემოვცვალო, ან დავალაგო, ან რაღაც გადაწყვეტილება მივიღო, რომ რაღაც ახალი დაიწყოს. სიახლის, სისწრაფის სურვილი, შინაგანად აქ მეორე პოზიციას ამის წყურვილი აქვს. კი, წყურვილი არის და ასევე სურვილი არის, რომ ავივსო ემოციებით. ზაფხულია, მინდა სიყვარული, მინდა სიამოვნება, მინდა ამ ყველაფრით ვისიამოვნო და რადგანაც არა, რა თქმა უნდა კი. ხო, აი აქ ძალიან აი ასეთი სიგნიფიკაცია არის და ამიტომ ისე კარგად შევიგრძენი, არც მაქვს სურვილი, რომ კიდე რამე დამატებითი კითხვები დავსვა, ამიტომ აღარ დავსვამ. ვინც გრძნობთ, რომ აი ჩემია, ჩემი პოზიცია და ჩემზე საუბრობს ახლა ენდი, ესე იგი თქვენია. რეზონირებს და ვაგრძელებთ მოსმენას. ვინც არა, ირჩევთ სხვა პოზიციას, ან სხვა გაშლას. აი გადამომივარდა. ეს კარტები რო ვარდება, მე მიკროფონიც ახლა უნდა დავიღუნო და მიკროფონი ცოტა რაღაც ხმა შეიძლება გამოცეს. რა კარტები გადმოგვივარდა. სასიხარულო. კარგი. ჩავდებ ახლა ამებს და თუ ამოსასვლელია კიდევ ამოვა. სასიხარულო, რაც ძალიან დიდი ალბათობით ამ დღეებში მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ხო? რა სასიხარულო მოვლენა არის ეს? რისი უფლებაც გვაქვს, რომ ვნახოთ, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი კვერთხები, ძალიან სწრაფად მოხდება მეგობრებო. იმიტომ რომ ძალიან ისეთი დინამიური კარტებია. სასიხარულო აქ იმდენი რაღაც ტრიალებს, აი მინდა ვთქვა, პირველ რიგში საოცარი ენერგია ტრიალებს აქ მეორე პოზიციასთან. ძალიან ენერგიული. აი ისეთი ენერგიული, რომ მეცინება, მეღიმება კიდეც, ვერ ვჩერდები ერთ ადგილზე და აი ძალიან ასეთი ენერგია. პირველ პოზიციასთან ასეთი ენერგია არ მიგრძნია, იქ კიდე სხვანაირი, მაგრამ აი ასე ვგრძნობ ამას, ასე რომ იცოდეთ, რომ აი ასე არის ეს, ასეთი ენერგიებია, ასე სწრაფად, ასე უცაბედად მოხდება ეს ყველაფერი და ენერგიულად. ძალიან უცაბედია ეს სასიხარულო თქვენთვის, ვიღაცასთან შესაძლოა მართლა მოგზაურობას უკავშირდებოდეს ეს ამბავი. უცაბედ მოგზაურობასთან. ხო? ვისთვისაც აქტუალურია. ვისთვისაც მოგზაურობა აქტუალური არ არის და წასვლა-წამოსვლები აქტუალური არ არის ამ ეტაპზე, განვითარება. ახალი
ერთი არა, ბევრი ახალი რაღაც თქვენს ცხოვრებაში. ვისთვისაც აქტუალურია ბავშვის საკითხი, ხო, რომ აი რაღაც ბავშვთან დაკავშირებული საკითხი. ესეც არის აქ, იმიტომ რომ მზე გვყავს და კიდევ ბავშვი, ხო? ესეც ვისთვისაც აქტუალური, არ ვიცი, აქ ნებისმიერ სფეროს შემიძლია მოვარგო ეს კარტები. აი ნებისმიერ სფეროს. გააჩნია თქვენ რა გაინტერესებთ, ხო? აი ისეთი რაღაც არის აქ, ნებისმიერ სფეროს შესაძლოა უკავშირდებოდეს, მაგრამ სასიხარულო აქ არის ის, რომ უცაბედი, სწრაფად განვითარებადი და აი არ ვიცი, ძალიან სასიხარულო. როდესაც არის მზე, სიხარული და აი სურვილი, რომ რაღაცა აი გავაკეთო, რაღაცა მეც გავაკეთო. კარგი, მოდით მაშინ უფრო რაღაც დეტალურად, რასაც გვაჩვენებს ტარო, რისი შესაძლებლობა და უფლება გვაქვს რომ ვიცოდეთ, ვკითხოთ ხო? აი რას უკავშირდება უმრავლესობისთვის ეს სასიხარულო მოვლენა? რას უკავშირდება? ნუ ვიღაცასთან უკავშირდება პირად ამბიციებს, პირად ინტერესებს, კარიერაში, ფინანსებში, თვით განვითარებაში, ან ისეთ სფეროს, სადაც საერთოდ არაფერი არ ხდებოდა და გინდოდათ, რომ რაღაცა მომხდარიყო და ცდილობდით, რომ რაღაცნაირად ეს სფერო თქვენი ცხოვრების წინ წაგეწიათ, მაგრამ რაღაც სულ ჩელენჯები და სირთულეები იყო, ან საერთოდ არც არაფერი არ იყო, ხო? ასე რომ აქ ეს აქ კონკრეტულ სიტუაცია, ასევე სიტუაციაც არის კი, თუ იყო რაღაც ისეთი სიტუაცია, რაც არ ვითარდებოდა, ან ვიღაცასთან, ან რაღაცასთან დაკავშირებით, ხო? იყო მაგალითად გაგიშვი-გამიშვი სიტუაცია, მაგრამ ვერ მიხვედით რაღაც კომპრომისამდე, ან ვერ შეთანხმდით ვინმესთან, ხო? იქნება შეთანხმება. თუ მაგალითად ვინმესთან ურთიერთობა იყო დაძაბული, მოხსნა დაძაბულობის, თუ არ იყო განვითარება საერთოდ, განვითარება, ხო? და ასე შემდეგ, აქ უკვე გააჩნია ვის რა სიტუაცია, იმის მიხედვით მოარგეთ, მაგრამ ზოგადად რაც არ ვითარდებოდა, ან სადაც ვერ მიდიოდით რაღაც გადაწყვეტილებამდე, ან ორივეს ერთად, აი ამ ყველაფრის გადალახვა და მოგვარება და მოხსნა. თან ეს ხდება ძალიან ისე, სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, ძალიან სწრაფად, ძალიან მალე. კარგი. რა არის აი აქ ამ სასიხარულოში სასიხარულო თქვენთვის? რა არის სასიხარულო აქ თქვენთვის? ის კითხვა დამებადა. რა არის? იმიტომ რომ თქვენ რაღაცას მიიღებთ ამ სასიხარულოდან, რაღაცას ღებულობთ, სულ პენტაკლებია, რაღაცას ღებულობთ, ზოგი ღებულობს ფულს, ზოგი რაღაც შემოთავაზებას ღებულობს, რაც შემდეგ თქვენ გეხმარებათ, რასაც იყენებთ, ზოგი პარტნიორის სახით იღებს ადამიანს, ხო, აი ეს ჩემი პარტნიორი, ან ეს ჩემი სტაბილური ბიზნეს პარტნიორი, ან ჩემი მეგობარია, ხო? ნუ არ ვიცი, ვისთვის რა. აი რაღაცას ღებულობთ, იმიტომ რომ პენტაკლი არის მატერია, ხო? ის რაღაცა, რაც მატერიალურია, აი ამ რაღაცას ღებულობთ ამ სასიხარულოდან, რაც თქვენ გეხმარებათ თქვენს შინაგანი ზომიერების შენარჩუნებაში, ან შინაგანი ზომიერების მიღწევაში. კარგი, ნუ აქ ისიც გასაგებია, რასაც მოგიტანთ, მაგრამ მაინც ვკითხოთ, რას მოგიტანთ ეს სასიხარულო და ნახეთ, ისევ პენტაკლები, სულ პენტაკლები. აქ ნახეთ უბრალოდ რა ამბავია. პენტაკლების დედოფალი ხო დაჭდა, შუაში 10-იანი პენტაკლი და აქ პენტაკლების მეფე. ვისთვისაც აქტუალური აქ სტაბილურ პარტნიორობაში შესვლა, სტაბილური ურთიერთობა, სტაბილური პარტნიორი. იცოდეთ, რომ კი, ეს არის აქ. ვისთვისაც აქტუალური არის ეს თემა. აი ამას მოგიტანთ. სტაბილური ბიზნესი, სტაბილური პარტნიორობა, ოჯახური ბიზნესი, სტაბილური ბიზნეს პარტნიორი, ვინმესთან სტაბილური ურთიერთობა, აი ყველაფერი ეს ერგება ამას, თუ რასაც მოგიტანთ და ძალიან ბევრი მატერიალური კარტია. კეთილდღეობა. იმენა, ეს ბუდის ჟარგონისთვის, მაგრამ აი მინდოდა სიტყვა იმენა მატერიალური. იმენა მატერიალური, ძალიან რო იტყვია ეს ნაკაჩი ვარ, მანდ ვარ და სიტყვებს არ უკვირდები, ასე რომ ხო, იცოდეთ ეგ. ამიტომ ძალიან აი ზუსტად ისეთი მატერიალური კარტი. რა ძალიან სასიხარულოა. აქ ისე კონკრეტულად აჩვენეს აქ მეორე პოზიციასთან. მართლა რაღაც არც ვიცი რა ვიკითხო. კაი, რა უნდა იცოდეთ ამ სასიხარულოსთან დაკავშირებით? და ისევ პენტაკლი. რა უნდა იცოდეთ?
მიიღეთ ეს შანსი, მიიღეთ თქვენ ამ შანსს, იმსახურებთ. მოვიდა დრო, რომ დაისვენოთ. მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, ეს შინაგანი რა თქმა უნდა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის შემდეგ მოგიწევთ მუშაობა კიდე, ხო? უბრალოდ ისე შანსი არ არის, მაგრამ თქვენ აქ ღირსი ხართ ამ შანსის, ეს არის თქვენთვის საჩუქარი, ასე რომ გამოიყენეთ, აქ უფრო მუშაობაზე კი არ არის, არამედ გამოყენებაზე, გამოიყენეთ ეს შანსი, რასაც სამყარო გაძლევთ. ეს არის თქვენი საჩუქარი, სასიხარულო და თქვენ შეგიძლიათ ეს შანსი გამოიყენოთ თქვენთვის ძალიან სასიკეთოდ და სასიხარულოდ. კარგი, ახლა ეს მაინტერესებს მე რომ ვიკითხო. აი ამ სასიხარულო მოვლენის ჯამში ერთი კარტით მაჩვენეთ ესეთი ამსახველი კარტი ამ სასიხარულო მოვლენის მეორე პოზიციისთვის. აი რო გქონდათ თქვენ ცხოვრებაში, თუ გაგაჩნდათ აი ასეთ სიტუაცია, ხო? ვირთხები რაღაცა პატარა თაგვები რაღაცა ისეთი პატარა ნამცეცებს რო ჭამთ, ხო? ეს რას ნიშნავს? მაგალითად, უკმაყოფილდებოდი იმით, რაც იყო ჩემ ცხოვრებაში. არ ვითხოვდი მეც. აი რაც იყო, იმით უკმაყოფილდებო. რან მიჭირდა აქ არ ნიშნავს მანდა მაინც ფულის გაჭირვებას, რა თქმა უნდა, ხო? მიჭირდა, რთული ფაზა მქონდა, რთული პერიოდი მქონდა და აი უკმაყოფილდებოდი იმით რაც იყო, რა რაღაცა თავის გადარჩენის ფაზაში ვიმყოფებოდი. და აი რაც იყო ის იყო. აი ახლა მასშტაბური სიტუაციების დროა. ახლა არის დრო, რომ აქედან გამოვიდეთ, მაგრამ აქედან რომ გამოვიდეთ, ჩვენი ცნობიერებაც უნდა შეიცვალოს, ხო? აქ იმაზეც არის მითითება, რომ დროა ვისწავლოთ და აი როგორ თქვა, მივცეთ პრინციპში ეს პირველ პოზიციასთანაც იყო, მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ ნამცეცებით კი არ დავკმაყოფილდეთ, არამედ სრულფასოვნად ვიკვებოთ. კიდევ ერთხელ, არ მაქვს პირდაპირ საკვებზე საუბარი, რა თქმა უნდა, ხო? მაგალითად, აქამდე ვიყავი ურთიერთობაში, სადაც აი ასე უგრძნობდი თავს, ხო? ენერგეტიკულად ეს ურთიერთობა იყო აი ასეთი. რაც არ მაკმაყოფილებდა, არ მავსებდა, პარტნიორიც კი არ მომწონდა, მაგრამ ნუ რა ვქნათ, რაც მომცა ცხოვრებამ, ეს მომცა. თვარ ამ ურთიერთობაში. მაგრამ ამავე დროულად მე უფრო მეც ვიმსახურებ, უფრო მეტი სასიხარულო რაღაცეებია ჩემ ცხოვრებაში, უფრო დიდი რაღაცაა ჩემ ცხოვრებაში. ამიტომ რატო უნდა ვიყო მე ამ პოზიციაში, ხო? ამიტომ მე შინაგანად უნდა განვეწყო იმისთვის, რომ მე ვიმსახურებ ბედნიერებას. მე ვიმსახურებ ცხოვრებას და არა თვით გადარჩენას დღიდან დღემდე. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი. პრინციპში ეს რჩევაც არის, მაგრამ მოდით მაინც ვიკითხო, ახლა სხვა დასტით უკვე. რჩევა მეორე პოზიციისთვის, რაც დაეხმარება აქ ამ სასიხარულოს მალე ამ სიტუაციაში. It's okay to feel what you need to feel. ეს ნორმალურია და ეს ოკეია, იგრძნო, რაც შენ გჭირდება, რომ იგრძნო. ვისაც ახლა ესეთი რთული პერიოდი აქვს, სევდიანად არის, მოწყენილი არის, ხო? გაბრაზებულია და კიდევ ბევრი სხვა, ეს სავსებით მისაღებია, რასაც ახლა განიცდით. არის ნერვიულობ ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს ასეთი ციკლია, ასეთი მომენტია, უბრალოდ შესაძლოა ასეთი დღე იყოს, ეპიზოდი თქვენი ცხოვრების, მაგრამ ეს არ არის თლიანი თქვენი ცხოვრება. ეს უბრალოდ ეპიზოდია, რომელიც ძალიან მალევე გაივლის. კარგი, ახლა უთხარით მეორე პოზიციას მინიშნება, გთხოვთ, აი რა დაეხმარება ამ სასიხარულო მოვლენის მოზიდვაში. რწმენა სამყაროს მიმართ. აი აქ, რაზეც გესაუბრეთ, რომ უფრო მეც ვიმსახურებთ. პირველ რიგში ეს რწმენა, რომ თქვენ ხართ ღირსი და იმსახურებთ ბედნიერებას. პირველ რიგში ეს. მეორე, სამყაროს მიმართ ნდობა, რომ სამყარო უკეთესად იცის, რა და რა დროს უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. უბრალოდ ვენდოთ სამყაროს და მივყვეთ ჩვენს ინტუიციას, ჩვენს შინაგან კომპასს, ხო? რაც გვაქვს შინაგანად, აი გამჭდარი, შინაგან GPS-ი, ხო, ასე რომ ვთქვათ. აი მივყვეთ აი ამ შინაგან კომპასს. იგივე ჩვენს ინტუიციას. მოვუსმინოთ და მივყვეთ ჩვენს ინტუიციას. მოვუსმინოთ რა ნიშნებს გვიგზავნის სამყარო, რა სცენარებს აგზავნის და აგზავნის სამყარო, რას ცდილობს სამყარო, რომ ამით გვითხრას, რას გვაჩვენებს სამყარო ამით. და რა თქმა უნდა,
ვენდოთ სამყაროს, რომ არაუშავს ეს უბრალოდ ასეთი ეპიზოდია. მალე შეიცვლება სიტუაცია. ხო? არ გინდათ რომ რაღაც ახლა რთული ხდება და ხშირად როდესაც რაღაცა ისეთი ხდება სევდიანი ჩვენ ცხოვრებაში, მტკივნეული ჩვენთვის, რთული ჩვენთვის, მაგ დროს ბუნებრივია ვფიქრობთ რომ დასრულდება ეს უბრალოდ ეპიზოდია. ეს არ არის მთლიანი თქვენი ცხოვრება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გახსოვდეთ და მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტად პოზიტიურად იყოთ განწყობილი, რომ იცოდეთ, რომ სამყაროს თქვენთვის ძალიან სასიხარულო საჩუქარი აქვს და თუ თქვენ ეს მოგინდებათ და მიცემთ ამას უფლებას, რომ ეს მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, მოვა. ძალიან მალე. წარმატებებს, ბედნიერებას და სიხარულს ვუსურვებ მეორე პოზიციას და ყველას, ვისაც მოეწონა ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ ენერგიული დაბალანსებისთვის, დატოვეთ კომენტარი, როგორ რეზონირდა, ხო, რას ფიქრობთ გაშლასთან დაკავშირებით. ასევე ძალიან გამიხარდება თუ დამიტოვებთ კომენტარს კიდევ რა საკითხთან დაკავშირებით დაგაინტერესებდათ, გაგიხარდებოდათ გაშლის ყურება და მოსმენა. და ასევე მნიშვნელოვანი განცხადება უნდა მეთქვა ამ ვიდეოს დასაწყისში, მაგრამ დამავიწყდა. მე და ჩემი კოლეგა ვაკეთებთ ივენტს ამ პარასკევს, უფასო ივენტია დონატებზე, დონაციის მხრივ, ხო, ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია გააკეთოს პატარა შემოწირულობა, მაგრამ ეს არის სავალდებულო თვითონ ივენტზე, როდესაც ვესწრებით, ხო? და ძალიან ესეთი სასიხარულო ამბავია ეს ეხება ჩვენ დინება პროექტს, ვინც არიცით მე და ჩემი კოლეგა გავაერთიანეთ იოგა, ფსიქოლოგია და ეზოთერიკა და ამ სამი მიმართულებით, მარტო ამ სამით არის კიდე ბევრი სხვა მიმართულებით, ვმუშაობთ ინდივიდუალურად ადამიანებთან და ეს ივენთიც ზუსტად იმას ემსახურება, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, ხო? დავეხმაროთ ერთმანეთს. ასე რომ ვინც არიცით, აუცილებლად ადევნეთ თვალი, ჩემს Instagram გვერდზე ვინც ხართ, იქ შეგიძლიათ ნახოთ დინება flows page-ი, გვერდი, გადახვიდეთ და ადევნოთ თვალყური როგორ რა დროს რა ხდება. ბევრი კიდევ საინტერესო ივენთი, workshop-ი გაიმართება და გთხოვთ ადევნეთ თვალყური, ვისაც გაინტერესებთ და გინდათ მონაწილეობა. ასევე გელოდებით სურველებს ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ვისაც უფრო მეტი კითხვები გაქვთ და საჯაროებით ვერ კმაყოფილდებით და რაღაც ინდივიდუალური სიტუაციის გაშლა გინდათ და გარჩევ გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე, ასევე ბედის მატრიცის სესიებზე და ერთი სიტყვით რამე კითხვები თუ გაქვთ, ჩემი ნომერი, კონტაქტები მიცდებულია ამ ვიდეოს აღწერაში. წარმატებები ყველას და დროებით.